თქვენ უყურებთ მაესტროს ცხრიანს ხატია ქვათაძესთან და ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართული აქცია და მოძრაობა პარტიზანი მებაღეების დაკავებული 10 წარმომადგენელი დღეს მათ საქმეზე საქალაქო სასამართლოში იმსჯელეს, თუმცა განაჩენი არ გამოუტანიათ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოსამართლე ხატია არდაზიშვილი 23 ივლისს მიიღებს ბრალდების მხარე ყველა დაკავებულს წვრილმან ხულიგნობას ეთავება. ერთ-ერთი აქციის მონაწილეები მთელი აქციის განმავლობაში დადიოდნენ ფულზე დამაგრებული პოსტერით, რომელზეც ეწერა პანორამა არადორი. შეურაცხყოფს თუ არა ტრანსპარენტის შინაარსი მოქალაქეებს, დავა პარტიზან მებაღეებსა და სამართალ დამცავებს შორის. სასამართლოში 3 საათი გაგრძელდა. ეს არ უნდა ხდებოდეს კუჩაში, ეს არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებაში. მე ვამბობ ამას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაიჩნდათ საზოგადოების დიდი უმრავლესობა და უცხოესკანალო ამას არ ეკრავს უხამსად, ამას არ ეკრავს ცენზურით, რაც კრიტიკულ ტელევიზორში ეკითხა. პროცესზე საკუთარი არგუმენტები დააფიქსირეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. აქციის მონაწილეების საქმის მტკიცებულება დაერთო ის ტრანსპარენტები, რომლებიც პარტიზან მებაღეებს ჰქონდათ. დაიკითხნენ მოწმეებიც, რომლებიც დაკავების პროცესს აღწერდნენ. დავინახე პარტიული საუბრებოდა სტანდარტი თანხანასთან და დავინახე დაახავს. ნამდვილად არ მახსოვს მისთვის წინასწარ დაფიქრება მიეცათ მონაწილეები აქციის და არაფერი არ დაუშავებია ნამდვილად. აქციის შარ დაუწევია წინააღმდეგობა, უბრალოდ ჩასვეს მომდენში თავი. ხანგრძლივი სხდომის მიუხედავად სასამართლო პროცესი განაჩენის გარეშე დასრულდა. რაოდენობის ფულადი ჯარიმა დაიკისრებათ პარტიზან მებაღეებს. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 23 ივლისს გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რა ტიპის პლაკატი შეიძლება ეკავოს აქციის რომელიმე მონაწილეს, ეს პოლიციას არ აძლევს იმის უფლებას, რომ თუნდაც უხამსი ფრაზებით გამოთქმული პროტესტი ჩათვალოს სამართალდარღვევად. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ამგვარ გამოხატვასაც, აზრის და შეხედულების ამგვარი ფორმის დაფიქსირებასაც. პოლიცია ამტკიცებდა, რომ ზოგიერთ 3-10-დან არ ეჭირა ხელში ტრანსპარენტი წარწერით, თუმცა ამ სიტყვებს ღვიროდნენ, ვერც ამის მტკიცებულობა წარადგინეს. მათ ვერ წარმოადგენს ვერც ერთი დამამტკიცებელი სამხილი, მით უმეტეს რომ ყველა მათგანს გულზე უმოკლია კამერა და ვალდებულები არიან უფრო სწორედ რომ გადაიღონ დაკავების ფაქტი. თავისუფლების მოედნიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში და შემდეგ სასამართლოში. პარტიზანი მებაღეები დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას კი ისევ ქუჩაში, პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართული აქციებით ელოდებიან.